ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ხალბატონი ქეთი ხუციშვილი არის ჩვენი სტუმარი ფონდ-ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ხო? საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი მეთაური იმ კამპანიისა, რომელიც დაიწყო ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ოცნება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ადანაშაულებდა და აკრიტიკებდა. ეხლა რატომ გახდა აქტუალური ეს კამპანიის დაწყება? მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საქმე ის არის, რომ წინა ხელისუფლება ძალიან დიდი ოდენობით აწარმოებდა ჩაწერას, თვალთვალს მიყურადებას, ეს ჩვენ აშკარად ვნახეთ და ვნახეთ თითქმის 30,000-მდე ჩანაწერი, უბრალოდ დადასტურდა რომ არსებობს, რომელთა ნაწილის შემდგომში განადგურება მოხდა. ახლა დღეს ჩვენ შესაძლოა ჯერ არ გქონდეს ესეთი დალაგებული ფაქტები. მაგრამ მოხდა ის, რომ არ მომხდარა ხელისუფლება რო იცვლება მაშინ და მაშინ რა თქმა უნდა და მართლა ყოველჯერ სკანდალს ხომ არ უნდა დაველოდოთ, იყო დიდი სკანდალი, აღმოჩნდა რომ იყო ჩანაწერები, იყო პირადი ცხოვრების ძალიან დიდი ოდენობით ჩანაწერები და ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამას სრულიად არ მოითხოვდა არც გამოძიების საჭიროება, არც სამძებრო ოპერატიული ღონისძიება და არც სხვა რამ. ამ ხელისუფლების თაობაზე უნდა ვთქვა ის, რომ მათ მეტნაკლებად მოახდინეს არსებული ჩანაწერების კლასიფიცირება, ნაწილის განადგურება, რაც პირად ცხოვრებას ეხებოდა, შექმნეს კომისია, რომელიც უნდა ამაზე იმუშავა, მაგრამ პრინციპში მათ გაჩერდნენ, მათ არ მიუღიათ სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ მომავალში ამდაგვარი რამ იყოს თავიდან სისტემური ცვლილებები არ მოხდა და კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ზუსტად, იმიტომ რომ მე შემიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბრო ამაზე, დღესდღეობით ამ ჩვენს კანონმდებლობაში ძალიან სერიოზული ხარვეზებია და ამ კანონმდებლობის ანალიზი ჩვენი დაფინანსებით რამოდენიმე ექსპერტმა გააკეთა აგრეთვე საიამ, გააკეთა გამჭვირვალობა საქართველომ და რა არის უმნიშვნელოვანესი აი ამ ნაკლოვანებიდან არის ის, რომ არ არის განსაზღვრული რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება ხდებოდეს ამდაგვარი თვალთვალი და მიყურადება. მაშინ მე საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ ყველა ტიპის პოტენციურ დანაშაულზეც კი ამდაგვარი რამ მოითხოვოთ. არ არის განსაზღვრული სტანდარტები, რომლითაც სასამართლოში უნდა მივიდეს პროკურატურა. ანუ რა მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს მოთხოვნა იმისთვის, რომ სასამართლომ მისცეს თანხმობა. არ არის განსაზღვრული რა კატეგორიის ადამიანებზე იქნება საუბარი, თქვათ უშუალოდ დანაშაულის ჩამდენზე, მის ნათესავზე, ნაცნობზე, მეგობარზე და ასე შემდეგ. და ბევრი კიდე სხვა პრობლემაა. ამის განსაზღვრა თუ არ მოხდება, როგორც დღეს, ასე მომავალში, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ექნებათ საშუალება, რომ აბსოლუტურად უკონტროლოდ გააკეთონ ჩანაწერი ყველა ტიპის საქმიანობისა და ყველა ტიპის ადამიანის სიტყვაზე ვერ ვენდობით მათ, იმიტომ რომ დღეს გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვა, რომ ჩვენ არავის უკანონო მოსმენას არ ვახორციელებდო, მაგრამ შეიძლება დღეს უშუალოდ ის არ ახორციელებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ აპარატურა. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ აპარატურა, რომლის მეშვეობითაც 21,000 ჩანაწერის გაკეთება შეიძლება ერთდროულად. და არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს როლი ამ საქმეში, აი ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი, სასამართლოს როლი, რომ გადაწყვეტილების მიღება მაშინვე ხდებოდეს, ან მხოლოდ მცირედი დაყოვნებით სასამართლოში, რომ სასამართლოს ქონდეს საშუალება განსხვავებული დასკვნის გამოტანისა, ასევე არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ მომავალში თუ კი ადამიანს სრულიად უსაფუძვლოდ თუ თავთავაზე მას ქონდეს საშუალება, რომ მოითხოვოს ეს ჩანაწერი, ან გაასაჭიროს თვითონ ასეთი ფაქტი. რეალურად სისტემურად ამიტომაც ვამბობთ, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე სწორედ ეს კამპანია და მე საგანგებოდ მინდა ვთქვა, ჩვენ პრინციპში გამოვეხმაურეთ ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ფონდი გამოვეხმაურეთ ბევრი ძლიერი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილს, რომ ეს კამპანია განგვეახლებინა. და სიამოვნებით გამოვეხმაურეთ, იმიტომ რომ მართლაც სერიოზულ პრობლემას ბატონ ქეთი, ვინ არის ამ კამპანიის მთავარი სამიზნე? მაინც ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ
თქვენ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიმართულებით მუშაობთ, მე როგორც ვატყობთ, რომ ამ კამპანიის მიზანი ესეც არის, რომ ამას მიაღწიოთ და რაღაც უფრო პარლამენტთან გექნებათ ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა, პირველ ეტაპზე ეს უფრო საკანონმდებლო ორგანოა. ანუ პარლამენტი, იმიტომ რომ კანონმდებლო პროექტთა პაკეტი არის ინიციერებული, რამოდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა, ეს უკვე შეტანილია ჯერ კიდევ 2013 წელს პარლამენტში, მაგრამ ფაქტიურად ამ მომენტისთვის გაჩერებული. ყოველთვის ასე ვიცით, რომ გაჩერებული და განხილვა აღარ გაგრძელებულა. პირველ ეტაპზე ამ კამპანიის სამიზნე იქნება სწორედ პარლამენტი, რომ გვინდა დაჩქარდეს. დიახ, ეს კანონპროექტთა პაკეტია, როგორც მოგახსენეთ, გვინდა რომ დაჩქარდეს განხილვა. შემდეგ უკვე იქნება იმპლემენტაციის საკითხი. აი ამ მომენტში უკვე აღმასრულებელ ორგანოებზე შეიძლება ეს მოიცავს ეს კამპანია, შეგიძლიათ ვითხრათ, ეს იქნება რაღაც აქციებიც იქნება აქ თუ მხოლოდ რაღაც ესეთი კაბინეტური არა, ამის რადგან კამპანია და კაბინეტური მუშაობა აქამდე იყო და ჯერ კიდევ სერიოზული შედეგი ვერ გამოიყო, რადგან კამპანია დავარქვით და რადგან ძალიან ბევრი აქტიური და ძლიერი არასამთავრობოა ჩართული, ეს იქნება მთელი სერია აქტივობებისა. უახლოეს ხანებში, რა თქმა უნდა, მოგიწევთ კონფერენციაზე, სადაც ძალიან სიღრმისეულად იქნება განხილული ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შესულია პარლამენტში. შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ვარიანტებზეც იყოს საუბარი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს საბოლოო და გადამწყვეტი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. შემდეგ იქნება ცდილობა იმისა, რომ განახლდეს, უბრალოდ ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენები და პირველი და მეორე მოსმენა სესიაზე. იქნება ცდილობა, რომ ამ ორგანიზაციების მხრიდან რაღაცნაირად ეს, რა თქმა უნდა, საკომიტეტო მოსმენებში ჩაებან, შემდეგ შესაძლოა დაგვჭირდეს გარკვეული საპროტესტო, ასე ვთქვათ, აქციები, ან უბრალოდ საადვოკატირებო აქციები პარლამენტთან თუ სხვაგან. გვინდა რომ განსაკუთრებით ჩავთოთ ახალგაზრდები, ამიტომ ალბათ გამოცხადება კონკურსი ახალგაზრდებისთვის, ვთქვათ, სოციალური მედიის მეშვეობით რაღაც თავისი დამოკიდებულების გამოხატვის, ახალი კლიპების გაკეთების, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ყოველთვის ვინმე გამოგეხმაურებს თავრობიდან, თუნდაც პარლამენტიდან. ეხლა საერთოდ მე მინდა ვთქვა, ჩვენ არ გვიჭირს საერთოდ პარლამენტთან მუშაობა, განსაკუთრებით არასამთავრობო გამოაცხადეთ დღისით და მინდა ვთქვა, რომ უკვე იყო სიგნალები, რაც თავისთავად იმედის მომცემია. იყო გარკვეული გამოხმაურება პარლამენტიდანაც და აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც და იყო უკვე, ასე ვთქვათ, მიწვევა იმისთვის, რომ დავიწყოთ დიალოგი. ერთი კითხვა მაქვს ესეთი, სისტემური ცვლილება, საკანონმდებლო ცვლილება გასაგებია. ეს სისტემური ცვლილება და საკანონმდებლო ინიციატივებიც ამის ვთქვათ, სათავე ხომ არ იქნებოდა ის, რომ კარგად მომხდარი იყოს სრულყოფილად გამოძიება იმ ყველა უკანონო ჩანაწერზე, რომელიც არსებობს, რომელთა ნაწილი იქნა განადგურებული და ნაწილი შენახული. ანუ მაინც ჩვენ არ ვიცით ვინ კონკრეტული ოპერატიული მუშაკები, სადამდე მიდის კვალი, ვინ უკვეთავდა და ასე შემდეგ. ანუ ის სრულყოფილი გამოძიება ხომ არ იქნებოდა ასევე დამცავი, დამზღვევი, რომ სამომავლოდ ნაკლებად გაიმეორებდნენ მიტივებს. ეს ერთ-ერთ ტექსტში განცხადებისა კიდევაც ჰქონდა ჩვენ ეს, რომ სწორედ იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა სრულყოფილი გამოძიება, ჩემი ინფორმაციით საერთოდ არ დაწყებულა. და რა თქმა უნდა, მოხდა განადგურება გარკვეული ჩანაწერების, მოხდა და კლასიფიცირება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენად დეტალური და რამდენად ზუსტი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ ჩვენ დღესაც არ ვიცით ამდაგვარი რამ მიმდინარეობს თუ არა. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს ყველა ადამიანის დასჯა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ამ პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ სისტემის კარგად შესწავლა მით უფრო რომ ასეთი მასალა იყო დაგროვილი, რა თქმა უნდა, საჭირო იყო. მადანი იყო ფაქტიურად და ყველა ერთ ჩანაწერს ალბათ 5 ოპერატიული მუშაკი მაინც დელიკატური მომენტიც იყო, რადგანაც იყო ამდენი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, ასე იგი აქ უკვე დგებოდა გარკვეულწილად ისევ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მომენტი და ძალიან ინფორმაციაც არის. მაგრამ აი ეს გამოძიება დაიწყო და დააკავეს, მაგრამ როდესაც სუგდიდში კასრებში ჩამალული ვიდეო იპოვეს და იქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ამასობაში ამნისტირება მოხდა გარკვეული იმ მუხლებისა, რომელიც ეხებოდა სწორედ ამ პროცესებს და ამიტომ დღეს ვეღარ მოითხოვ, რომ თქვა დაპატიმრებული იქნას ვინმე აუშალოთ ამათ თუ იმ რადგანკეთი უსმენლის ხელისუფლება არის საკმაოდ ისეთი არაერთგვაროვანი, მაინც მოკავშირეებად ვის მოიაზრებთ თუ მოიაზრებთ იქ, ანუ ამ კოალიციაში, იგივე პარლამენტში ვის მიიჩნევთ, რომ წამოვლენ ასე ვთქვათ თქვენს ინიციატივებს.
თუ ეს ისეთი თემაა, რადგან შეუძლებელია ვინმე ღიად. არა, მე ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელია ხა დღეს კონკრეტულ სახელებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს პრინციპში. ადვოკატირებას როცა იწყებს, ჩვენ ხომ აქ ძალიან დიდ კონფრონტაციას არ გულისხმობს. ეს არის ადვოკატირება. როდესაც იმედი გვაქვს, რომ გამოგვეხმაურებიან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ეხლა ასე სახელებს ვერ ვიტყვი, მაგრამ მართალი ბრძანდებით, ოცნება ძალიან მრავალფეროვანია, მათგან ძალიან ხშირად ეს რისკი ხომ არ არის კამპანიის, იმიტომ რომ განსაზღვრა უფრო ლიბერალური ძალების იმედი გვაქვს. და ნაკლებად კონსერვატორები. ნაკლებად კონსერვატორები. ანუ რისკები განსაკუთრებული გეკნებოდა. ახალი ტერმინი არსებობს პალეოკონსერვატორები. კონსერვატორებსაც პირიქით შეგვასულაც არ უყვარდეს სხვისი მოსმენა. ეს ისეთი რამეა, რომ კონსერვატორებმა და ლიბერალებმა ნაკლებად შეიძლება დაიყოს. როცა მას უსმენენ, მის პირად ცხოვრებას ისე ადვილად ეხებიან, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ რეაგირება. კონსერვატორები, ის კონსერვატორები არ არიან, ვინც ევროპაში და ლიბერალები ხშირად. თამარ ჩუგოშვილზე მინდა კითხოთ, ის იყო თქვენი კამპანიის ძალიან აქტიური წევრი, მონაწილე, მასთან თანამშრომლობა გააქვთ? ის ხომ არ არის ვინც დაკავშირდათ? არა, მაგრამ რა თქმა უნდა თამარის დიდი იმედი გვაქვს და თამართან დაკავშირებით ის მინდა ახსნე მოგეხსენება, თამარი მუშაობდა ბოლო თვეების მანძილზე ძალიან აქტიურად ადამიანის უფლებათა გეგმაზე, ხო? ის პრემიერ-მინისტრის ჩემელია, ხო და ჰამერბერგთან ერთად მუშაობდა. ჰამერბერგის შეფასებით წერილში სწორედ ეს მომენტი ისევ ხაზგასმულია. რაც ნიშნავს, რომ თავად ჰამერბერგიც და თამარიც ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებად მიგვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. ფონდრია საზოგადოება საქართველოს დირექტორი ქეთი ხუციშვილი, კამპანიის შენგეხებას ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზატორი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.